მეგობრებო, მე ვარ მარიამი და თქვენ მოხდით ჩემს არხზე რობო ენიზე. დღეს ისევ თამაშობთ, რა თქმა უნდა, Roblox, იმიტომ რომ ჩემი არხი არის Roblox-ისთვის შექმნილი. და რაღაც ცოტა უცნაური თამაში არის. ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი თამაშობს ამას Roblox-ში. სახელი მართლა არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად დაგეტოვებთ სახელს ვიდეოს სათაურში. თამაშობ, რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარ მარიამთან ერთად, რომელიც არ ვიცი სად არის. ეგე. Hello, Mari. კაი, ჩემი ჯერი მანამდე გამოვიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. სხვათა შორის მარის არხის სახელი თუ გაინტერესებთ, ახალი დაწყებული აქვს იუთუბერობა. აუცილებლად დაგიტოვებთ ან ვიდეოს სათაურში, ან კომენტარებში. სხვათა შორის წინა ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარებში დაგეტოვეთ მარის YouTube არხის სახელიც. როგორც გითხარით, ახალი დაწყებული აქვს იუთუბერობა. ჯერ მხოლოდ რამოდენიმე ვიდეო დადო Murder Mystery-ზე, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან კარგ რაღაცებს გასწავლით და რაღაც პატარ-პატარა ლაიფჰაკებსაც დადებს და მოკლედ დაგეხმარებათ რა, შეიძლება დაგეხმაროთ და თუ ლაიფჰაკია და უბრალოდ გასართობად უყურეთ, იმიტომ რომ კარგი ვიდეოებს დებს ნამდვილად. ეხლა დავულოდოთ, როდის მოჩებიან ეს საინი და მე აგიხსენთ როგორი თამაში არის. ჩემთვის ძალიან ნაცნობი თამაში არის. ჩემი მეგობრისთვისაც და ჩემი დისთვისაც, მაგრამ ზოგისთვის შეიძლება ნაცნობი არ იყოს. ეხლა გეტყვით რაღაცას, ესე იგი. Roblox-ში ხო ყველას ჩვენი სახელი და ჩემი სახელი Roblox-ში არიცის, ანუ ჩემმა გამომწერებმა არიციან. და ასეთი რაღაც მოვიფიქრე, მოკლედ, როცა ავართ 1000 გამომწერზე, ვიტყვი Roblox-ში რაც მაწერია. აუცილებლად ვიტყვი, როცა ავართ 1000 გამომწერზე, ამიტომაც გამომიწერეთ, თუ გინდათ რომ გაიგოთ რა მაწერია Roblox-ში. ძალიან ისეთი სახელია რა. ზოგმა ვაფშეც რას ნიშნავს, ზოგს კიდე უკვირს, ეს რატომ დაიწერე? აბა თუ გაარტყამთ რა მაწერია. ეხლა უნდა ვირჩიოთ. კაი, მოდი ეს. აბა მიხვდით რამე რაზე არის ეს თამაში? აი მოკლედ დაიწყო და ეხლა აგიხსნით, ესე იგი ასე წელს დავდივართ, ეხლა მუსიკა ისმის წისით, მაგრამ მე დაწეული მაქვს ხმა და მაგიტომ არის ის მუსიკა. და მუსიკა რომ გაჩერდება, ავდივართ ყველანი და დავშვით სკამზე და დავასწროთ ყველას. ანუ მე ამ თამაშს რეალ ცხოვრებაში თამაშობ რა. და Roblox-ში აღმოაჩინე მე რა, ჩემმა მეგობარმა აღმოაჩინა მარიამმა, რომელთანაც ეხლა ვთამაშობ და ერთი კვირის წინ ვთამაშეთ პირველად, მე მგონი ხო თუ 2 კვირის წინ ეს თამაში. და ანუ რეალში ხო ძალიან მიყვარს და აქაც ძალიან შემიყვარდა რა. კაი, შემდეგ ეხლა. ანუ თუ ვართ მაგალითად 10 ადამიანი, იქნება 9 სკამი და ანუ ერთი ადამიანი ფიზიკურად ვერ დაჭდება. აი როგორც ეს ახლა. ანუ ეხლა ვართ, რამდენი ვართ ეხლა? 5 ვართ, მგონი. თუ 5 ვართ, ეხლა იქნება 4 სკამი და ყველა შემთხვევაში ერთი ადამიანი გავარდება ყველა რაუნდიდან. და ბოლოს იქაჩვენებენ გამარჯვებულებს. ეხლა ჩემი მეგობარი პირველ ადგილზეა გასული. აი ეხლა 3 რახან დავჭით, იქნება 2 სკამი. არა, 4 დავჭით და იქნება 3 სკამი. აი ჩემი მეგობარი პირველ ადგილზე. 1-2 მიცუყავთ 3-ჯერ. თუ 4-ჯერ ვიყავ, 3-ჯერ პირველ ადგილზე გასული. დანარჩენი მეორე ან მესამე. დავასწარი, აბარა. გული გამისკდა, მეთქი ხა წავაგებთქო. ამონახოთ ვინ გავა პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ძალიან ისეთი არის, ანუ ძლიერია ამ თამაში, როგორც თითქმის ყველა თამაში. არ არსებობს. ანუ მე და ჩემი მეგობარი დავარჩით მარტო მარიამი. ან ორივეს რომ არ გვქვია. ვაიმე დედას. ვაიმე ვინ მოიგებს ეხლა?
შეცლია. ხალხო მოვიგე. აბარა. ეხლა გაჩვენებ ტუტორიალს თუ როგორ ავძვრეთ ჩვენს თავთან. ეს მესამე ადგილზე გასული. მე პირველ ადგილზე გასული. მაგრამ წაგება და მოგება რამ გაყო ძმები არიანო ამბობენ ამიტომაც. ხო რა. ეს ცხენზე რატო ზივართ? მე რანაირად გაშხლართული მაქვს ფეხები, რა მე თოჩებ, ეს რა არის? რა გაშხლართული მაქვს? ნუ არ ვიცოდი ცხენზე თუ ასე უნდა დამჯდარიყავი ზოგადად რა. თან ცხენის რო ჯდება სკამზე უყურდებით ხალხო, ანუ რატო ეს გადაობა? ოკეი, ვაგზავნებთ. კიდე გაშხლართული მაქვს ფეხები და ყველას გაშხლართული აქვს ფეხები. რა ხდება? ძალიან ბოტოტა ცხენები არიან. ცხენები კი არა, ვაფშე კვიცები არიან ესენი პოჭარები არიან. ამათ ერთნაირი სკინი აქვთ. ვაუ. კაიაბა. ვაგრძელებთ, არ ვნევდებით. ძალიან ბევრი სკამია. თუმე არა, ხო არა. Yes, აუ, მარიამ. დაჯდა. ვაიმე, ისევ ნერვიულობ ხოლმე რო. თავარია ფინალამდე მივიდეთ. არ მადარდებს იქამდე. ანუ ფინალში მე არ მადარდებს ვინ დაჯდება და ვინ არ დაჯდება მთავარია. ანუ რაც დაღმერთო, ანუ უდნავაც და რო იქ დამჯდარიყო, სადაც მე დავჭექი. ანუ გადავჭი რა. კიდევ გამწავაგე. მის ზღება რომ ვაგებ და მე 1 საათი ველოდები ამათ როდის მორჩებიან. ხალხო, ცხოვრებაში რობუქსი არ მქონია არასოდეს. ანუ დაიჯერებთ. დამიდონატეთ რა. არა ჯერ Game Pass არ მაქვს. აი Game Pass შეგვქონდა და მე დამიდონატეთ რა. მაგრამ Game Pass-ის შექმნა ვაფშე არ ვიცი, ჩემო დამიცის. და ჩემო ძმამ და ხო რა, ჩემო მეგობრებმა იციან. მე არ ვიცი Game Pass-ის შექმნა. და ყველაზე გადაობა ის არის ხალხო, რომ აი please donate-ი რო იყო, ხო, რო არის ხო, ეცეთ თამაშივით რო არის, ანუ რო შედიხარ და რო გიდონატებინ რა თავიანთინებით. ანუ ჩემ fails მოყვები ეხა, აურ fails მოყვები ეხა ამ ვიდეოში და მე ცალკე ვიდეოს გადავიღებ fail-ებზე რა. მოკლედ მაგ თამაში შევდიოდი please donate-ში და ანუ წერდი, მაშინ ჩატი მქონდა ეხა ჩატი, რაღა დროს ჩატია, ვაიმე მე გავვარდი. რაღა დროს ჩატია ეხლა, მაშინ ჩატი მქონდა. ხოდა რომ დაედონატად ჩემთვის თან საქართველოს ხო ძალიან გავარდნილი იყო იმ პერიოდში, ანუ ფეხბურთის გამო და რაღაცეების გამო რა. ძალიან გავარდნილი იყო საქართველოს ზოგადად მაგ პერიოდში და ჩატში წერდი, საერთოდ ყველ გამწერდი ბანერებზე წერდი, ჩატში წერდი, რომ ანუ მეთქი მე ქართველი ვარ თქო რა, ოღონდ ინგლისურად წერდი, რომ მე ვარ ქართველი, მე ვარ საქართველოსდან და კვარაცხელია და რაღაცებს წერდი. არა, კვარაცხელი არ დამიწერია, მაგრამ ვფიქრობდი ხო არ დავწერო თქო. ხოდა წერდი მე ვარ ქართველი, მე ვარ საქართველოსდან, აი ამ ჯორჯია და რაღაც ჯორჯია და რაღაც წითელი გულები და საქართველოს დროშები და მეთქი please donate მე ვარ ანუ საქართველოსდან ხო რა, დამიდონატეთ გეხვეწებით მე ვარ საქართველოსდან ხო. ეგ არის ერთი ფეილი და კიდე მეორე ფეილზე გეტყვით ახლა. რაღაცის გამო ხო მქონდა დიდი ხანი, რამოდენიმე თვე წავშლიდი Roblox-ი და ახლა ხო გადმოვიწერე ერთი თვე. ხო და ისა რა ქვია. რაღაც თამაში იყო რა, მე მინდა და ძალიან რომ Roblox-ები დაერიცხეთ ჩემთვის რა. ხო და თან Game Pass-იც აქვს და მაგაზე კი არ დავფიქრდი რომ Game Pass-ი არა, მაგ როგორ უნდა დამერიცხო Roblox-ები თქო, დამედონატონ თქო უბრალოდ. ხო და შევიდი რაღაც თამაში, ხო და ხაგესაც როგორი თამაში იყო რა. აი წარმოვიდგინეთ სადღაც მიდიხართ და გამოწევებენ რა და ერთი ვიღაცა უნდა აიყვანონ რა. ანუ ვაკანსიის მსგავსი რაღაცა არის რა, წარმოვიდგინეთ ხო და ანუ ყველანი ჩვენ ვიდექით რიგში. ვაიმე რატო ვერ ვჭდები? ვერ ვჭდები. დავჭერე. მარტო წითლებზე უნდა დავჭერეთ. ხო და აი 1:50 კაც მე კიდე და კიდე ემატებოდა ეს ადამიანები. ვიდექით რიგში. ხო და ბოლოში იყო რაღაცა მაგიდა რა, სადაც ავდიოდით და გვირიცხავდნენ წეისით უნდა დაერიცხეთ Robux-ები. მაგრამ ეს არ ხდება, გითხარ.
ანუ ჯერ ხო 9 საათი ხალხო სერიოზულად 9 საათი ველოდი როდის მოვიდა და ჩემი ჯერი აჰა ისე წავაგე 9 საათი ველოდი როდის მოვიდა და ჩემი ჯერი რომ ვისულიყავი ამ მაგიდასთან თუ რაღაცასთან და დაერიცხეთ დაედონატეთ ჩემთვის რობუქსები ძლივს მივიწევდი წინ და ძლივს მივახციე პირველ ადგილს და არაფერი არ მომწეს ხალხო აი იმენა არაფერი არ მომწეს ისე მომეშალა ნერვები ანუ წარმოგიდგენიათ როგორ დავფეილდი ძალიან მომეშალა ნერვები და ანუ წარმოგიდგენთ 1:40 წუთი 25 წუთი ვიდექი რიგში მეგონა რაღაცა რობუქსებს დამირიცხავდნენ ერთ 10 რობუქსს მაინც და ბოლოს ისე გამოვიდა რომ არაფერი არ მომწეს ნერვები მუშლელი გამოვიდა ძალიან მიწრია დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით ამ ხელში ვინ გამოვიდეს ჩემი აზრით მარი ჩემი აზრით აი ხა ორნი დარჩებიან ხო აბა ნახო ჩემი აზრით აი ეს ბიჭი გაიმაგიცა ხო არა მაგრამ მე მაინც გუგუს გულში მოვიდა ვაფშე თუ როგორ არის გუგუს გულში მოვიდა ქალები სოლიდარობა და რამერნო ვინ მოიგო ხავ თქვი ანუ ვანგა ვარ მეორე ვანგა ვარ რა ანუ რამდენი რაღაც უნდა ვიწინასწარმეტყველო რომ დამიჯეროთ ხომ თქვი გოგო გაიმარჯვებს გოგო და მას ეგრეთ ყველაფერი კაი რა ეხა დაველოდოთ შემდეგ ხელს და იმედია მოვასწრებ 4 წუთი დაგვრჩა ეს წეგან ცხენი იყო ეს ეხა კატა არის მე მგონი და ისე ვეჭიდებით ყველანი ამ კატას თუ რაღაცას არ დაიხრჩოს მეშინია ვერ ვჭდები დავჭექი ვაიმე გული გამისკდა ხალხო ანუ აი ამ ორს რო ერთნაირი საქვთ რა ქვია სკინი ანუ რა მოღამი აქვს მაგასა რომ ერთნაირ სკინს იყენებენ ვერ ხვდები ეხლა შეიძლება იცნობენ ერთმანეთს მაგრამ შეიძლება არ იცნობენ მაგრამ ანუ რო იცნობენ ერთმანეთს მე რო ვიღოთ ჩემი მეგობრის ნაირი სკინი დავიყენო ნამდვილად არ მინდა ანიმალ რო დაიყენოს ჩემი ნაირი ჯერ ხო რა სკინი მაქვს რა ბარძობაა მოვასწარი ისევ დაждომა აუ ხალხო ვერ მოვასწარი და ამ წაგების ფონზე გემშვიდობებით მეგობრებო ამოგვეწურა უკვე თითქმის დრო და აზრი აღარ ექნება გაგრძელებას ამიტომაც ნახვამდე თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ეს თამაში აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად კიდე გადავიღებ რაც თავია ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და გამოიწერეთ არხი